ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რადიო მედიის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას თბილისის დროით 16 საათი 14 წუთი გახლავთ და ჩვენ სტუდიაში მასპინძლობთ პარტია ხალხის ძალის წევრს ქალბატონ თამარ ჩიბურდანიძეს, რომელიც ასევე პოლიტოლოგია. მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მსმენელს. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, ჩვენ მაისის ბოლოს, როდესაც დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდი გქონდა, ისევ დიასპორის თემატიკასთან დაკავშირებით გარკვეული აქტივობები გქონდა. შემდეგ თქვენ სოციალურ ქსელში ამ საკითხს გამოეხმაურეთ და პროფესიულად იმჟელეთ ამ საკითხზე და სწორედ აი ამ კუთხით დიასპორები და გლობალური პოლიტიკა სწორედ აი ამ მიმართულებით რომ გავშალოთ თქვენთან ერთად დიალოგი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც მაგალითად არ აქვს დიდი დიასპორების გამოცდილება, ასე ვთქვათ, ჩვენ არ განვეკუთვნებით ალბათ იმ ეთნოს, რომელიც ახერხებს დიდი რაოდენობით ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლას, იქ დამკვიდრებას, ისე რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს კავშირი თავის საწყის სახელმწიფოსთან და ასე შემდეგ. ჩვენი დიასპორასთან დაკავშირებული კონცეფცია ყოველთვის იყო დაკავშირებული და ასოცირებული იძულებით წასვლასთან, ხო, ემიგრაცია უფრო იყო ვიდრე ეს გასაგებია რომ ხო, ეს ემიგრაცია იქიდან წასვლის შემდეგ მე რაღაცა თემი ყალიბდება და დიასპორის ფორმაციაში გადადის, მაგრამ მოკლედ ჩვენ მაინც არ აქვს ისეთი გამოსვლება, როგორც მინიმუმ ჩვენ სახელმწიფო მეზობელ სახელმწიფოს, მაგალითად სომხეთს ამ ხრივ გასაგები ალბათ ისტორიული მოცემულობიდან თუ სხვა გენეტიკური ასპექტებიდან თუ კოდიდან გამომდინარე, იქ საერთოდ სხვა ინსტიტუცია აქვს, ხო? ებრაელთა დიასპორები ვიცით ჩვენ, რომლებიც სოფლიო მასშტაბით საერთოდ ისტორიამ ისინი ამ კუთხით სხვანაირად გამოაწორდა და ჩვენ რაღაცა თითქოს ამ ხილს სხვა მოცემულობაში და ხელახლა ვეცნობით რაღაც კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით პოლიტიკური დიასპორა იძულებით ჩამოყალიბებული, ასევე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული 20-იანი წლების შემდეგ, ხო, 1921 წელს გაწევების შემდეგ და ესეც რაღაცა თაობებთან არის დაკავშირებული. მაგრამ დღეს, როგორც ადრე მუდამ, მაგრამ დღეს ალბათ მკვეთრად ჩანს ისიც, რომ დიასპორის ელემენტი გლობალურ პოლიტიკაში ბევრი სახელმწიფოს მხრიდან არის სოციალურ-ეკონომიკური სხვა სივრცეებში ზემოქმედების გადასარევი სამანიპულაციო საშუალება. უფრო მეტიც. და მოკლედ ჩვენ ახლა რა მოცემულობაში ვართ, ევოლუციურად ამ კუთხით რა შესაძლებლობები გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მაინც ჩვენი შეიძლება კლასიკური დიასპორა არ არის, მაგრამ ის წარმომადგენლები ვინც ქვეყნიდან გავიდა, სოციალურ-ეკონომიკური ჭრილიდან დაწყებული და იქ არიან და იყოფა ალბათ ფაქტობრივად გეთახმებით, აი თქვენ ამ შესავალს ვიტყვი და მე დაგითმოთ სიტყვას, მე ძალიან საგულისხმო იყო თქვენი ბოლო ფრაზა, რომ ვულოცავ ჩვენ თანამდებობს დიასპორის დღეს და ვუსურვებ სამშობლოში მალე დაბრუნებას, რასაც ყველა ამბობს და ხას უსვამს და აქვე საინტერესო თემა, რასაც ყველა ნაკლებად საუბრობს, მათ კი ვისაც დარჩენა სურს უსურვებ ადგილზე წარმატებებს და ამ მიღწევების გამოყენებას საკუთარი ქვეყნის წინსვლისთვის. აი ეს ორი მიმართულებაა და აი ამ თვალსაზრისით რა მოცემულობაში არიან ჩვენები იქ და რა პერსპექტივა გაგვაჩნია ერთობის შენარჩუნებისთვის დისტანციის მიუხედავად. დიახ, პირველ რიგში მინდა თქვენი ეთერით, რომელსაც ძალიან ბევრი უსმენს და უყურებს უცხოეთში, მე ვიცი, ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებს, ჩვენს ემიგრანტებს, უბრალოდ ჩვენს უწმინდეს არ უყვარს ეს სიტყვა ემიგრანტები და ყოველთვის გთხოვს გამოვიყენოთ სიტყვა თანამემამულეები, ჩვენს თანამემამულეებს მივესალმები უცხოეთში და ცოტათი დაგვენებით, მაგრამ ყველას კიდევ ერთხელ ვლოცავ დიასპორის დღეებს და ერთები ჩვენ სამლოცველოში. ეხლა რაც შეეხება თვითონ ქართულ დიასპორას და რა არის მნიშვნელოვანი დიასპორული პოლიტიკა. რამდენად აქვს სახელმწიფოს დიასპორული პოლიტიკა, რამდენად სწორად მართავს სახელმწიფო დიასპორულ პოლიტიკას და სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ საქართველოს ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვს. ისტორიული ფესვები ჩვენი რაც იყო მე-20 საუკუნის, აი 20-იან წლებში, როდესაც ჩვენი პირველი ეროვნული ხელისუფლება გავიდა ემიგრაციაში, იქ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს რესურსი საქართველომ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, ისინი იყვნენ ევროპაში და იმ რესურსის გამოყენება ჩვენ სასარგებლოდ ვერ მოხერხდა საქართველოს სასარგებლოდ. დიახ, რა თქმა უნდა. ერთადერთი რაც მოხდა და შეძლო ექვთიმე თაყაიშვილმა იმ ჩვენი უდიდესი საგანძურის უკან ხელუხლებლად დაბრუნება და ჩვენ ვიცით რომ ეხლა სტალინელს იმედი არ მიწოდებენ, მაგრამ ეს ყველაფერი იყო სტალინის დამსახურება, რომ
ექვთიმე ტაყაიშვილი საქართველოში დააბრუნა იმ უდიდესი განძით, რაც ინახებოდა საფრანგეთში და მე მგონი ალბათ ყველა მიცის, ვინც იცის ექვთიმე ტაყაიშვილის ისტორია და ამ განძის რომ ჩვენი საგანძური ხან გადიოდა ამერიკაში, ხან მიქონდათ ბრიტანეთში, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იყო, ძალიან ბევრი სახელმწიფო იყო დაინტერესებული ამით და მოხერხდა რომ ეს საგანძური სამშობლოს დაუბრუნდა. აი ეს იყო ჩვენთან, რა თქვა, დანარჩენი ჩვენი ემიგრანტები, მაშინდელი ეროვნული მთავრობის ემიგრანტები მოღვაწეობდნენ ევროპაში, რა თქმა უნდა ისინი შედგნენ როგორც მოწინავე წარმატებული ევროპელი მოქალაქეები უკვე, რომელთა სახელით დღეს ევროპაში ცნობილია, ძალიან ბევრი ქართველი მოღვაწის. რა თქმა უნდა, ეს ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ბიზნესის წარმატებები და არა მხოლოდ დიახ, და ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი, საკმაოდ კარგი და ძლიერი იმიჯი, მაგრამ რაც შეეხება მე რას გავუსვი ხაზი, აი თქვენ რაც ამოიღეთ ჩემი განცხადება, მე ხაზი გავუსვი დიასპორულ პოლიტიკას, არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში დიასპორული რესურსის გამოყენებას, რაც ეს თავისთავად მოედინება. გავიდა ემიგრანტი, წარმოებელი ფენა გადის ძირითადად ემიგრაციაში და ცოტას ემიგრაციაზედაც ვიტყვი, მიგრაციაზედაც ვიტყვი ზოგადად, იმიტომ რომ არასწორი დამოკიდებულება საზოგადოებაში ამ ფენომენის მიმართ და აგზავნიან თანხებს, ინახავენ საკუთარ ოჯახებს და აი აქ მთავრდება მიგრაციის თემა საქართველოში. ესე არ არის. ისრაელი, სომხეთი, ძალიან ბევრი პატარა სახელმწიფო და ჩინეთი არის გიგანტი სახელმწიფო, რომელმაც ჩინეთისთვის ალბათ ეს იყო დიდი პოლიტიკის ნაწილი. რა თქმა უნდა, დიდი პოლიტიკის ნაწილი და მე უფრო მეტსაც გეტყვით, სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვაზე უფრო მეტი დატვირთვა დიასპორებს აქვთ თავიანთი სახელმწიფოებისთვის პირდაპირ პოლიტიკის. ანუ გლობალურ პოლიტიკაში დომინირების საუკეთესო საშუალება არის დიასპორული ორგანიზაციები, შენი წარმომადგენლები უცხოეთში, რომლებსაც შენ უწყობ ხელს, რომ ადგილზე პოლიტიკაში იყვნენ მყარად, ბიზნესი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ეს არის ძირითადი წარმართველი, ხელოვნება, კულტურა. იცით რა, შესაძლებელია, როდესაც მე ვთქვათ ახალგაზრდებს ვესაუბრებ ამებზე, მე არ მინდა გამომივიდეს რეკლამა, ერთგვარი რეკლამა, პროპაგანდა ემიგრაციის. არა. მე არ მინდა, პირიქით, ვინც უცხოეთში არიან წასული, მათ მე ძალიან ბევრს ვიცნობ და ყოველთვის მოუწოდებ, რომ დაბრუნდით საქართველოში, ჩვენთან ერთად თქვენი ცოდნა და გამოცდილება მოახმარეთ სახელმწიფოს, მაგრამ ნახეთ როგორ არის რამდენიმე წლის წინ უწმინდესმა თქვა ესეთი ფრაზა, რომელიც ძალიან ბევრმა გააკრიტიკა. და მე გამოვედი და ახსენი, რა თქვა უწმინდესმა, ну რა იყო მისი თქმა, რომ ჩვენი სურვილია რომ თქვენ დაბრუნდეთ საქართველოში, მაგრამ სადაც ხართ, იქ იყავით წარმატებულები და იქედან დაეხმარეთ ჩვენ სამშობლოს. ეს დახმარება არ იყო მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე საუბარი და საკუთარი ოჯახების შენახვაზე. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის ეკონომიკაში შემოიდინება ეს თანხა, მაგრამ ეს არის პირდაპირ სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა უცხოეთში. იცით როგორ არის, მაგალითად ავიღოთ ძალიან კარგად შევისწავლე ეს საკითხი, სხვათა შორის ძალიან დამაინტერესა ამ თემან ჩინეთის მიგრაცია და შემდეგ უკვე დიასპორული ორგანიზაციები მთელ მსოფლიოში. მათთვის მიზნობრივი სახელმწიფოები ეს იყო ამერიკა და ევროპული სახელმწიფოები და რა თქმა უნდა რუსეთი. ნუ რუსეთი პირველი იყო, შემდეგ ამერიკა და ევროპული სახელმწიფოები. როდესაც სადღაც 30-40 წლის წინ დაიწყო პირველი დიდი მიგრაცია ჩინეთიდან უცხოეთში, ჩინეთმა თავიანთ მოქალაქეებს, ну, გადიოდნენ ზოგადად მწარმოებელი ფენა, მაშინ ღარიბი სახელმწიფო იყო ჩინეთი, მაგრამ მაინც ახერხებდა სახელმწიფო, რომ თავიანთი მიგრანტებისთვის რაღაც გარკვეული თანხა მიეცათ და წასულიყვნენ. ნახეთ, ძალიან ჭკვიანი სახელმწიფოა ეს ქვეყანა, მე ბევრ რამეში ვამბობ ხოლმე, აი ეს რაღაც ნიუანსებს აღნიშნავ ხოლმე, გლობალურ პოლიტიკაში, როდესაც აი წინ გახედულა და წინ სწრებით გააკეთეს, მათ სერიოზული სტრატეგია შეიმუშავეს, მაგრამ არც ამერიკა იყო ხელფეხ დაკრეფილი ამ პერიოდში და ისინიც სწავლობდნენ სხვათა შორის, აი ამერიკაში უნივერსიტეტი არ არსებობს, სადაც არ იყოს ესეთი პროგრამა ჩინეთის შემსწავლელი მეცნიერება, ანუ რაც განახორციელა ჩინეთმა, ისინი პირიქით მეცნიერულ დონეზე ისწავლობდნენ ყველაფერს, რომ მათ საპასუხო რეაქცია და რეაგირება ქონოდათ ამაზე. ნახეთ, საკუთარი მოქალაქეების შედინება ქვეყნებში, იქ დამკვიდრება, შემდეგ დომინირება სხვადასხვა სფეროში, წინ წამოწევა, იმიჯის შექმნა სახელმწიფოსი. რა თქმა უნდა, ის იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, მაგრამ ყველა კრიტიკულ სიტუაციაში
მოქალაქე საიდანაც არის წარმოშობით, უდიდესი ნაწილი ამ მიგრანტების მაინც საბოლოო საკუთარი ქვეყნის და საკუთარი სამშობლოს პოლიტიკას ატარებს. ეს არის ისტორიულად დამტკიცებული ფაქტორი. აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება მიგრანტების დომინირება სხვადასხვა ქვეყანაში, ანუ შეშვება სპეციალურად ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის, მათზე მუშაობენ ძალიან სერიოზულად, რომ მათ ადგილზე შეუქმნან იმ სახელმწიფოებში ძალიან კარგი პირობები, რომ მათ შეძლონ ადგილზე დომინირება განსაკუთრებით პოლიტიკაში. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეკონომიკა, პოლიტიკა. ნუ ხელოვნება, სპორტი თავისთავად, მაგრამ ეკონომიკაში და პოლიტიკაში. რაც შეეხება ქართულ მიგრაციას და ქართულ დიასპორებს. მოდით ჯერ გეტყვით ზოგადად მიგრაციაზე. რატომ გაედინება ამდენი აქ სულ აპელირება იყო ამ დღეებში, რომ ძალიან ბევრი ქართველი გაედინება, მიდის საქართველოს დაიცალა, რა თქმა უნდა, მიგრაცია ცუდია, მიგრაციული სალდო ისეთი მაღალი არ აქვს, როგორც იყო 2000-იან წლებში სააკაშვილის პერიოდში და ღმერთმა დაგვიფაროს, არც ისეთი გვაქვს, როგორც იყო 90-იან წლებში. ყველაზე დიდი რაოდენობა მოსახლეობის გავიდნენ 90-იან წლებში, შემდეგ გავიდნენ სააკაშვილის პერიოდში, მეორე დიდი ნაკადი გავიდა ოცნების პერიოდში. მინიმუმამდე დავიდა გამსვლელთა რაოდენობა 2022 წლამდე, 2021 წელს პირიქით პლუს სალდო ჰქონდა, ანუ შემოსვლელთა რაოდენობა ქართველების ეთნიკური კოვიდის პერიოდში უფრო მეტი შემოვიდა, ეს იყო დაახლოებით 20,000, ვიდრე გავიდა. ანუ კოვიდის პერიოდში სამშობლოში დაბრუნდნენ მოქალაქეები. აი 22 წლის შემდეგ ხდება გაზრდა მიგრანტების, რაოდენობრივად გაზრდა, მაგრამ როდესაც ოპოზიციას გამოაქვს ციფრები, რომ საქართველოსდან 1 წლის მანძილზე გავიდა, ვთქვათ, ახლა აღარ მახსოვს ციფრები, 160,000 ან 120,000 მიგრანტი. ტყუილია. მიგრანტის სტატუსი აქვს მოქალაქეს, რომელიც ქვეყნიდან გადის და 1 წლის განმავლობაში 1 წლის საქართველოში არ ბრუნდება. თუ კი 1 წლის განმავლობაში ის ქვეყანაში ბრუნდება, მას მიგრანტის სტატუსი არ აქვს. ნუ ხა თუ არ ჩავთვით ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც სამწუხაროდ მე მსმენია, რომ ადამიანი ათეულობით $1000 სესხს იღებენ, მიდიან არალეგალურად სიცოცხლის რისკის პასად გადადიან, თუ გადავიდნენ და შემდეგ იქ ფუძნდებიან და ის იმას გახლავთ, რომ რამდენი წელი იყოს, მაგრამ ევროკავშირის შემთხვევაში ჩვენ ვიზო რეჟიმი გვაქვს, წავიდა 90 წლის შემდეგ, დაბრუნდა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისე წავიდა, იმუშავა თუ დაისვა. ესეთი მიგრაცია, მაგას მოგნახეთ, არის მიგრაციის ორი სახეობა. ერთი არალეგალური, რომელსაც ეძახიან მოწყვლად მიგრაციას, მთელი 90-იანი წლები და 2000-იანი წლები საქართველოს ყავდა მოწყვლადი, ანუ არალეგალური მიგრაცია უცხოეთში. ეს არის უმძიმესი შედეგით აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ სიტუაციაზე, იმიტომ რომ მიდიან ძირითადად წარმოებელი ფენა, შრომისუნარიანი ფენა, რეპროდუქციული ასაკის ახალგაზრდები, ქალბატონები და მამაკაცებიც და ბავშვები ვერ უნდა გააჩინონ და ვერ უნდა გაზარდონ ქვეყანაში. ან ქმარია წასული ოჯახიდან და ან დედა იყო ხო წასული. აქედან გამომდინარე შობადობა შემცირდა, მკვეთრად შემცირდა. მიგრაცია საქართველოში არის ყველაზე დიდი დემოგრაფიული პრობლემა. არა შობადობის კლება და მიგრაცია არის ყველაზე დიდი დემოგრაფიული პრობლემა. მაგრამ ეს იყო არალეგალური მიგრაცია, როდესაც ეს ხალხი, ამ ხალხმა უკვე მიიღეს მოქალაქეობა იმ ქვეყნებში, ნელ-ნელა აი საპენსიო ასაკში შევიდნენ ახლა და ბრუნდებიან სამშობლოში. მაგრამ ამათი შვილები და შვილიშვილები იმ ქვეყნებში რჩებიან, სადაც დაიბადნენ, იქ უნდათ. დიდი ნაწილი უკან აღარ ბრუნდება, მცირედი ბრუნდება უკვე საქართველოში. მაგრამ უკვე აი ოცნების პერიოდში იქამდე სანამ ვიზა ლიბერალიზაციას მიიღებდა ჯერ კიდევ საქართველო, მანამდეც კი პირველ წლებში, აი მე ზუსტად არ მახსოვს 2015 წელი იყო თუ არ ვცდები, დაიწყო საქართველომ ევროპულ სახელმწიფოებთან ესეთი ხელშეკრულებების გაფორმება, შრომითი ხელშეკრულებების, ანუ ლეგალური სახით, რომ გაეყვანათ მოქალაქეები, რომლებსაც ექნებოდათ სამუშაოები და ექნებოდათ ოჯახებთან კავშირი, შეიძლებოდათ გასვლა, შემოსვლა. თუ რა თქმა უნდა, ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ ეს უკვე შესაძლებელია. ნახეთ, მოძრავი, ამას ქვია მოძრავი მიგრაცია. მოძრავი მიგრაცია, ანუ ლეგალური მიგრაცია. ეს არ აისახება ქვეყანაზე იმდენად ძიმედ და ხშირ შემთხვევაში სასიკეთო შედეგიც მოაქვს იმ კუთხით, რომ ფინანსები შემოაქვს ქვეყანაში, ანუ ოჯახსაც კავშირები აქვს ქვეყნებს შორის და ასე შემდეგ. თუმცა მაინც მიგრაცია, საბოლოო ჯამში მაინც მიგრაცია ესა. მაგრამ მოწყვეტა არ აქვს, მოწყვეტა არ აქვს. ქვეყანასთან არ წყვეტს ის კავშირს, თავის ოჯახთან არ წყვეტს კავშირს, არც პერიოდული გასვლა აქვს, ოჯახში გაბრավლებაც არ წყდება, პირდაპირ შობადობა არ წყდება ასეთ ოჯახებში და აქედან
გამომდინარე ეს არ აისახება იმდენად მძიმედ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მაგრამ ზოგადად რა არის დღეს პრობლემა? აი, როდესაც საუბრობენ, რომ საქართველოსდან ყველანი უნდა დაბრუნდნენ, ეს უნდა დასრულდეს. მე არ მინდა მოქალაქეებს რაღაც იმედგაცრუებაში ჩავაგდო, მაგრამ მინდა ერთ რამ დაიმახსოვროს ყველამ, რომ მოქალაქეების გადინება, შემოდინება და მოსახლეობის მოძრაობა არ შეჩერდება მსოფლიოში. იმიტომ რომ მოსახლეობას აქვს ერთი დაუწერელი კანონი. საითაც გზას გაუხსნი, იქეთ მიედინება. ანუ საზღვრების გახსნა, თუ კი ყველა ქვეყანა ჩაკეტავს საზღვრებს, როგორც იყო თქვა საბჭოთა კავშირის პერიოდში, კი ბატონო, მოსახლეობა დამაგრდება. მაგრამ მაშინაც რამდენი იყო მცდელობა სიცოცხლის რისკის შესახებ? მცდელობა დიდი იყო. მცდელობა დიდი იყო, მაგრამ ხომ არ გადიოდა ესეთ აჩვენებს, რომ ხო მეორე მხრივ, აგერ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის ქვეყნები. ან დასავლეთი გლობალურად ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და იქაც ხშირია მოძრაობა. არა, აი მაგას ვამბობ, რომ ეს მიგრაცია, საქართველოს მიგრაცია, ესეთი ქართული მიგრაციამ უკვე მიიღო ევროპული მიგრაციის ფორმა. რას ნიშნავს ევროპული მიგრაცია? ევროპული დასავლური მიგრაცია, ანუ მაღალი დონის მიგრაციას ეძახიან. ამას, როდესაც მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები, ანუ მოქალაქეები გადიან საკუთარი ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, იგივე პროფესიით, უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურზე, ან თუნდაც სულაც უბრალოდ მას სურს მისთვის სასურველ ქვეყანაში ცხოვრება. სხვა სოციალური პაკეტი, სხვა სოციალური ღირებულებები, ძალიან ბევრი მეგობარი, ნაცნობი, რომლებსაც უბრალოდ უნდათ იტალიაში ცხოვრება, მათ აქვთ ამის საშუალება, ისინი წავიდნენ 2-3 წლით მივდივართ. ეხლა მე არ ვიცი რამდენ ხანს დაბრუნდებიან, მაგრამ წავიდნენ იქ საცხოვრებლად. მაგრამ მასა მაინც ვინ წასულია არის ის მომენტი, რომ ის შრომა რაც აქ აქვს, ხო? ამ საქმეში იქ ორჯერ მეტ ხელფასს იღებს. რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ის კიდე ცალკე საკითხია, მე იქიდან დარჩენილი დახარა. დიახ. ეხლა თავარი ის არ არის სახელმწიფო მიგრაციის შეჩერება და არა მთლიანად აღმოფხვრა ვერ მოხერხდება, შეჩერება ხდება. ეს ნორმალური პროცესი უნდა არის ალბათ. ეს ყველა ქვეყანაში არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ბრიტანეთიდან გადიან ამერიკაში მიგრანტები. კი, და მე ცალკე სხვა პრობლემის წინაშე ვდგებით, როცა ტვინების გადინებაა და დიდი სახელმწიფოები მე უკვე მათთვის კიდე ცალკე ამ თამასას ზრდიან სახელმწიფო შემოსავლისას. იაპონიის უდიდესი იაპონია პირველ ადგილზე იყო წლების განმავლობაში დემოგრაფიული კატასტროფით. ეს უკრაინაა პირველ ადგილზე მსოფლიოში, მაგრამ მთელი წლების მანძილზე იაპონია იყო, იცით რატომ? გაყავდათ უმაღლესი დონის კადრები, გამოცდილებებიდან გაყავდათ კადრები მაღალანაზღაურებაზე, იმათ კი არ უჭირდათ, უბრალოდ უფრო მაღალანაზღაურება უნდა. დიდ მასშტაბებზეა საუბარი. ამიტომ მიგრაცია არის გლობალური ფენომენია და ამის მოსპობა შეუძლებელია. უბრალოდ მე მინდა რა თქვა რა. სახელმწიფოში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, საიდანაც მიწის საქართველოს და მე მჯერა რომ ჩვენ ამ ყარა დავდგებით ამ რელსებზე, გამოიწვევს იმ შრომითი არალეგალი მიგრანტების, რომლებიც დავალანაზღაურებაზე შემცირებას და ქვეყანაში დაბრუნებას, მაგრამ არ გამოიწვევს არავითარ შემთხვევაში მაღალი დონის მიგრაციის მოძრაობას, მოსახლეობის მოძრაობას, სასწავლო ვიზები, საცხოვრებელ პირიქით მოხდება. ეს საჭიროც არის ალბათ იმისთვის, რომ გავიდნენ მაღალი გამოცდილება მიიღონ აქ მოიტანონ და ინტეგრირება მსოფლიოს სახელმწიფოებში, მაღალ განვითარებულ სახელმწიფოებში ეს აუცილებელიც არის. ალბათ თამარ, ამას ეს ასე ვთქვათ, ბუნებრივი პროცესია ცოცხალი საზოგადოებისა, მით უმეტეს ჩვენ 21 საუკუნეში ვართ, სადაც საზღვრები ღიაა. რა თქმა უნდა. და ეს შესაძლებლობა არსებობს. პირიქით, ამ შემთხვევაში მე მგონი ჩაკეტვა უფრო მეტ სირთულეს გამოიწვევს. ვიდრე გახსნილობა, ხო, მაგრამ მოდი ასე ვკითხავ. დიასპორულ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. ასე ვკითხავ. დიასპორის პოლიტიკა ერთია და მუდმივად იყო ხოლმე ესეც საჯილდოო ქვა პოლიტიკური, მაგრამ მეორე არის ადამიანები, რომლებიც იქ არიან. ამ მიზეზით თუ იმ მიზეზით, ამ ინფორმაციაში ლეგალურად, არალეგალურად არიან. რასაც მე ვაკვირდები, თან არაერთხელ მუდმივად აქვს სურვილი, რომ კავშირი იყოს ზაფები, მე ადრე მახსოვს, მე მგონი მიგრანტთა გაზეთი იყო, ამას აფინანსებდნენ მიგრანტები, ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ბევრი დაფუძნდა. მე ისმის, რომ რაოდენობრივად იმდენად წარმატებულად დაფუძნდა, რომ რაოდენობრივად ალბათ ეს მასობრივი არ იქნება, მაგრამ ყველას ამას უსურვებ. თუმცა, მოდით მე ასე ჩამოვაყალიბებ კითხვას. ჩვენ 20 საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც გასაგები პოლიტიკური მიზეზების გამო გავიდნენ, ევროპა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, ისეთ წარმატებული ბიზნესმენები იყვნენ, როგორც ჯორჯ კობი, მაგალითად და თქვათ ალექსანდრე ქართველიშვილი, თქვათ, ხო? ერთი ბიზნესმენი, მეორე კონსტრუქტორი. საოცარ შედეგებზე გასულნი. მაგრამ კულტურის წარმომადგენლები აღარ გავაგზავნებ კიდე, ხო? ბევრი იყვნენ, მაგრამ ორი მხარე მომყავს რისთვის, რომ ორივე უკვე მასშტაბზე გავიდა, რომ
პირველი იყო თვითგადარჩენა, ხო? თვითგადარჩენის მერე სხვა მასშტაბებზე გავიდნენ და მათი საქმით ისინი ცდილობდნენ, რომ საქართველოსთან ასოცირება მოეხდინათ. მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში მაშინ ჩაკეტილი იყო და კიდე შეიძლება ერთის მხრივ რთული იყო, მეორეს მხრივ მკვეთრად ჩანდა. დღეს საერთოდ სხვა მოცემულობა გვაქვს. რა შეგვიძლია ჩვენ, აი როგორ შეიძლება ეს ბუნებრივად სტიქიურად ყალიბდება ჩვენი დიასპორის ფორმაცია, ხო? თან ერთი ქვეყანა ხო არის, სხვა ქვეყანა, სხვა მოცემულობა, სხვა სოციალური სირთულეებია. რა შეგვიძლია ჩვენის მხრიდან ეფექტიანად ხელი შეუწყოთ აი ამ სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბებას იმისთვის, რომ წასვლა-წამოსვლა სარგებლიანი იყოს ქვეყნისთვის ჯამში, გარდა იმისა, რომ ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და მეორე მხრივ იქ გრძელვადიანი დაფუძნების მსურველებს კავშირი შეუნარჩუნდეთ ქვეყანასთან. აი ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ ჯერჯერობით ჩვენი სახელმწიფო, რადგან ჩვენთან დიასპორული პოლიტიკა როგორც გამოუცდელი ქვეყანა, ამ ჩამოყალიბების პროცესში პრაქტიკა, ჩვენ ახლა ვყალიბდებით ამ დონეზე, იმიტომ რომ თან არალეგალი მიგრანტები ყავდნენ ძირითადად, ანუ დაბალი ფენა ყავდა ძირითადად. და ამიტომაც არწმებიან ალბათ ამ კუთხის სირთულეებს ჩვენი მიგრანტებიც, ხო? რა თქმა უნდა, დიახ და ამიტომ იმ ფენაში ამის განვითარება და ამ მიმართულებით მუშაობა ცოტათი რთული იყო სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ შენ ჯერ ვალდებული ხარ შენი მოწყვლადი ფენა სხვა კუთხით უპატრონომა თუ კი რამე შეგიძლია სხვა კუთხით დაეხმარო და ასე შემდეგ. ეს უკვე ფუფუნების საგანია, რაზედაც მე ვწერდი, რომ დიასპორული პოლიტიკა, ანუ იქ ჩვენი რესურსი ადგილზე იმ სახელმწიფოებში უნდა გამოვიყენოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისთვის. განსაკუთრებით პოლიტიკაში დომინირებული. და როცა რაღაცას აღწევენ, ამათ თავად აქვს ხომუდამასია. რა თქმა უნდა, დიახ ასე არის. ნახეთ, სახელმწიფომ სხვათა შორის ოცნების ხელისუფლებამ აი 2012 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი ინიციატივა განახორციელა ჩვენი ქართველი სათვისტომოებისთვის, დიასპორული ორგანიზაციებისთვის უცხოეთში. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო ის, რომ თქვენ წარმოიდგინეთ 2014 წელს ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. მაგრამ ჩვენ დემოგრაფიული ფონდიდან შევძელით აი დემოგრაფების და ჩვენი ექსპერტების დახმარებით გარკვეულწილად აი უხეში დათვლებით, ძალიან უხეში დათვლებით, ეს არ არის ზუსტი სტატისტიკა, მოგვეკვლია დაახლოებით რამდენი ქართველი დაიბადა უცხოეთში. ანუ ადგილზე დაბადებულ ქართველებს საუბრობთ და აი ძალიან უხეში დათვლებით ეს იყო დაახლოებით 240,000 ქართველი. წარმოიდგინეთ, ეს ბავშვები, რომლებიც უცხოეთში იბადებიან, ისინი ქართულად ვერ მეტყველებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირ შემთხვევაში ქართველების ოჯახში დაბადებულები, დედა, მამა ქართველი ყავთ, რომლებიც წლები უცხოეთში ცხოვრობენ, მათი შვილები იბადებიან უცხოეთში, იზრდებიან და ქართულად ვერ მეტყველებენ. არიციან საქართველოს ისტორია, არიციან ქართული კულტურა, არიციან ანუ არ აქვთ კავშირი საქართველოსთან. პირველ რიგში სახელმწიფოსგან სავალდებულო და აუცილებელი იყო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ამ ბავშვებისთვის ეზრუნათ და სწორედ ეს გააკეთა სახელმწიფო, რომ ამ ბავშვებისთვის საკვირაო სკოლების სახელმწიფო ენას, ქართულ ენას ონლაინ კურსები არსებობს უკლებლიო ყველა ქვეყანასთან აქვთ კავშირი, ყველა მოქალაქეს შეუძლია თავისი სახლში სხიდან ბავშვები ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ ქართულში და ყავთ ძალიან კარგი პედაგოგები, სხვათა შორის ქართული ენის პედაგოგები, ასწავლიან ბავშვებს ქართულს, ასწავლიან საქართველოს ისტორიას, უგზავნიან წიგნებს საკვირაო სკოლებს, უგზავნიან უამრავ მასალას, ანუ სახელმწიფო ზრუნავს პირველ რიგში იმაზე, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები გაიზარდონ ქართველებად. შეძლებით დაგვარად. ცდილობენ, რომ იქ ადგილზე ჩამოყალიბდნენ საკვირაო სკოლები, ჩამოყალიბდნენ ანსამბლები, ძალიან ბევრ ქვეყანაში არაჩვეულებრივი ანსამბლი არის, ქართული ცეკვის, ქართული სიმღერის და ასე შემდეგ. სადაც ქართულს სულს იღებს ბავშვი და ქართულად იზრდება. აი ამისთვის გრანტებს გამოყოფს სახელმწიფო. ანუ რაც შეუძლია საქართველოს ძალიან ბევრი მიმართულებით, ჯერჯერობით მუშაობს ამ კუთხით, რომ უცხოეთში ჩვენი ქართველი დიასპორული ბავშვები, ანუ იდენტობის შენარჩუნება მოხდეს. იდენტობის ქართული იდენტობის შენარჩუნება. ახლა თქვენ გიხსენთ და მახსენდება ბევრი წლის წინ ერთ-ერთი მაღალ სახელმწიფო პოსტზე იყო ადამიანი და ბევრი წლის წინ მოუწია ქვეყანასაც არ უწყვი საზღვრებს გარეთ აღმოჩენა და მოყვა შედარებისთვის, მაშინ კიდე არ მქონდა ასე გააზრებული, რომ ჩვენებმა მიმასპინძლეს ქართველებმა იქ რამდენიმე დღე ვიყავი და მათთან მივედი სახლში სტუმრად. ასევე მიმასპინძლეს ჩვენი სახელმწიფო ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლებიც დიასპორის სახით იქ იყვნენ და მათაც მიმიწვეს სახლში სტუმრად. იქ რომ მივედი მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, დიალოგით, სამზარეულოდ სრულიად ნაციონალური იყო აბსოლუტურად. ყველა მოვილხინეთ, მივირთვით და მე როცა ქართველებთან მივედი, დამპატიჟეს და რამდენიმე ოჯახი იყო და მიმასპინძლეს,
ქართულ ადგილობრივი ენით იყო დიალოგი და შემდეგ უკვე აი ჩვენი ტრადიციული კერძებით ისიამოვნეს ასე ვთქვათ უფროსმა თაობმა ახალი თაობისთვის გამოვიძახეთ საკვები უკვე იქაური ფორმაციის ეს იყო რამდენიმე წლის წინ მაგრამ გამოწვევა არის ესეც ალბათ არ ვიცი ისტორიულ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული ბევრ მიზეზთან ერთად მაგრამ აი ეს რომ სისტემატიზირებული იყოს იმიტომ რომ რაც არ უნდა სრული კონდეთ შეიძლება მოცემულობა იყოს ისეთი რომ იქ ენას ვერ ასწავლიან და ასე შემდეგ ონლაინ გამოცდილება კომუნიკაცია ამ ხრივ გადასარევი საშუალებაა კიდევ რა შეგვიძლია ჩვენ რომ მოცულობა გავზარდოთ ნახეთ როგორ არის კი რა თქმა უნდა კიდევ მეტია გასაკეთებელი ძალიან ბევრია გასაკეთებელი რა თქმა უნდა ძალიან ბევრია რომელსაც ჭირდება კოლოსალური თანხები ყველაფერი ფინანსებთან მიდის ხომ საბოლოოდ მათ აქვთ ეს დახმარება არის საზაფხულო ბანაკები სადაც ემიგრანტების ანუ ჩვენი თანამემამულების შვილები ჩამოდიან ზაფხულის განმავლობაში 2 კვირა არის თუ 1 თვე არის ზუსტად ვერ გეტყვით ახლა ამ პერიოდიკას ანუ ისინი სწავლობენ ქართველ ბავშვებთან ერთად ეცნობიან საქართველოს კუთხეებს ეცნობიან საქართველოს ისტორიას, საქართველოს კულტურას ადგილზე და ისევ ბრუნდებიან და სხვათა შორის ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ესეთი ჩამოსული ბავშვები, რომლებიც ერთხელ ან ორჯერ მიიღეს ამ ბანაკში მონაწილეობა, უკან დაბრუნება აღარ უნდათ და საქართველოში ძალიან ბევრი დარჩა ბებიასთან და ბაბუასთან, მშობლებთან აღარ წავიდნენ უკვე ევროპაში, ითხოვენ რომ საქართველოში კი ასეთი ფაქტებიც არის, ერთი 3-4 ფაქტი პირადად მე ვიცი, რომლებიც ერთი ქუთაისიდან იყო, ერთი იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან იყო, რომ ბავშვები აღარ გაყვნენ მშობლებს, იმდენად უნდათ საქართველოში დარჩენა და ამ ბავშვებს სხვათა შორის პირველად რომ ჩამოვიდნენ ეს იყო 2015-16 წელი საქართველოს ნანახი არ ქონდათ საერთოდ პირველად ნახეს იმ წლებში ქართული არ იცოდნენ ქართული ისწავლეს და ასე შემდეგ ანუ ძალიან კარგი პროექტები ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი ნახეთ სახელმწიფომ დაიმუშაოს 3 მიმართულებით პირველი ის რომ ეს ჩვენი მოწყვლადი ფენა რომლებიც დაბალანაზღაურებად სამსახურებისთვის არიან წასულები და ანუ სოციალურად გაჭირებული ფენა არის წასული ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით ეს ფენა უკან უნდა დააბრუნოს აუცილებლად იმიტომ რომ ეს ფენა მართალია ოჯახებს ინახავენ მაგრამ მოწყვლადი ფენით საქართველოს დემოგრაფიულ პოლიტიკას ძალიან ნეგატიურ შეიძლება ფინანსებს ისინი აგზავნიან ქვეყნის ეკონომიკაში შემოედინება მაგრამ სამაგერო დემოგრაფიულ მიზეზურად ძალიან ამძიმებენ ეს ემიგრანტები და ესეთი მოწყვლადი ფენა მეორე კუთხით ვინც ადგილზე იბადებიან უკვე მოქალაქეები არიან და დაფუძნებულები არიან იმ ქვეყნებში ამათი ბავშვების ამათი ახალგაზრდები ბავშვების და ახალგაზრდა ქართველების იდენტობის შესანარჩუნებლად მათი ცნობიერებისთვის მათი ქართველობისთვის ძალიან დიდი კაპიტალი უნდა გამოყოს და უნდა ჩადოს ამ საქმეში როგორც ახლა აკეთებენ კიდევ უფრო მეტი რომ შეუნარჩუნოს საქართველოს მომავალი უცხოეთში და მესამე მიმართულებით რაც უნდა დაიწყოს სახელმწიფომ შესაძლებელია არის ოღონდ პატარ-პატარა მცირედი ნიშნები არის ამ კუთხით აი სწორედ რაზედაც მე ვსაუბრობ დიასპორული პოლიტიკის დიასპორის რესურსის გამოყენება გლობალურ პოლიტიკაში შენის სახელმწიფოს სიმტკიცისთვის ამას სახელმწიფო ჯერ ვერ დაიწყებდა საქართველოს იმიტომ რომ აქამდე უნდა მიხვიდე ლოგიკური არის რაღაცა ევოლუცია რა თქმა უნდა ევოლუცია ჭირდება იქ ჯერ უნდა ყავდეს მიგრანტები უცხოეთში შემდეგ იქ უნდა წლები უნდა ცხოვრობდნენ ვიღაც რჩება ვიღაც ფუძნდება ვიღაც წარმატებული ხდება ვიღაც სადღაც დომინირებს ბიზნესში ეკონომიკაში სხვათა შორის ბატონმა ირაკლი გოგავამ ამასწინათ გამოიტანა ციფრები და საქართველოში რა კაპიტალიც არის ქართველების ხელში 2.6 ჯერ მეტი კაპიტალია უცხოეთში მცხოვრები ქართველების ხელში წარმოიდგინეთ. ანუ დიდი კაპიტალია იქაურ ბიზნესმენებში, იქაურ მეწარმეებში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს რესურსი მათაც და მე აი ჩემს განცხადებაში ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ სახელმწიფოს ინტერესებისთვის, დიასპორული რესურსის გამოყენებისთვის მარტო ხელისუფლება არ არის ვალდებული რომ იღვაწოს. ამაში თვითონ დიასპორული ორგანიზაციები არიან ვალდებულები. ისინი ქვეყნის წინაშე არიან ვალდებულები. მე მგონია და განცდა მაგაზეთი, როგორც თქვენ გაგასხოვებით, დეტალებში არ ვარ ჩართული და ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემი შეფასებით, რომ ასეთი შტაბ-შტაბა ვისთანაც კომუნიკაცია მქონია და შემდეგ იქ აღწევენ რაღაც შედეგს, მატერიალურად კარგად არიან, ნუ საბაზისოზე აღარ ვსაუბრობ, ცოტა უკეთესად არიან და მათ უჩნდებათ უკვე სურვილი თუ კარგი გაგებით ამბიცია რომ მეტი მასშტაბით დაეხმარონ და არა ეს მინიმალური ფულად იგზავნილით და აი ასეთი ინიციატივების კიდევ უფრო გაძლიერება თუ ხელშეწყობა ალბათ მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ იმის სურვილი და აქედან მზაობა ეს
შერწყმა უნდა მოხდეს არის ყველაფერი აი ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ აცდენა იქნება მათ შორის რა თქმა უნდა ამისთვის საერთოდ დიასპორულ რესურსზე ყველაზე კარგად მუშაობენ ადგილზე მოქმედი საელჩოები, საქართველოს საელჩოები, რა თქმა უნდა მათთან აქვთ კავშირი პირველ რიგში და საკონსულოები ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებს, ჩვენს წარმატებულ ქართველებს უცხოეთში და რაც შეიძლება მეტი წარმატებული ქართველი უნდა გვყავდეს უცხოეთში, სხვათა შორის სახელმწიფოსაც აქვს გარკვეული შეუძლია გარკვეული წვლილი შეიტანოს უცხოეთში შენი თანამოქალაქის წარმატებაში. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გრანტები, სასწავლო გრანტები ხომ უცხოეთში. გვაქვს სხვადასხვა დახმარება. აქ ადგილზე საელჩოების მეშვეობით შესაძლებელია რაღაც დონეზე წინ წაწევა. ნახეთ რაზე ვსაუბრობ მე. საქართველოს პატარა სახელმწიფოა. სახელმწიფოს პოლიტიკა არ იმართება მარტო შიდა პოლიტიკით. სახელმწიფო ეხლა ჩვენ ყველამ ქართველმა, განსაკუთრებით ეხლა ჩვენი მოქალაქეებზე მაქვს საუბარი, თუ კი ვინმეს კიდევ რაღაც კითხვები ქონდა, აი გლობალური პოლიტიკა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკაზე, აი ძალიან ხშირად აი ჩვენი თავი და ჩვენ უნდა ესე გადავწყვიტოთ და ჩვენი და ისე გადავწყვიტოთ და აი ყველამ დაინახა თუ რამხელა პროცესებშია საქართველოს ჩართული ეს ერთი ბეწო სახელმწიფო და რამდენად ჭირდება საქართველოს ზურგი იმ სახელმწიფოებში, სადაც ჩვენი გლობალური და საერთაშორისო პოლიტიკა იმართება და სადაც ჩვენ თანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე ის რესურსი, რაც ჩვენ უკვე გვაქვს, დაგვიგროვდა, აქამდე არ ქონდა ამდენი, ხომ? ჩვენ დაგვიგროვდა უცხოეთში საკმაოდ კარგი რესურსი ქართველების, ქართული პოლიტიკის, ქართული ეკონომიკის, ქართული კულტურის, ქართული სპორტის ჩვენ ეს რესურსი უნდა ძალიან კარგად გამოვიყენოთ. ქვეყნის იმიჯისთვის, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის უცხოეთში, ქვეყნის აი დომინირებისთვის ადგილობრივ პოლიტიკაში. იქ ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში, სხვადასხვა თქვათ წინახაზე რაც არის თქვათ რა სფეროებით, ბიზნესში, ეკონომიკაში და ასე შემდეგ. იმისთვის რომ ჩვენს ქვეყანას, რომელიც აი ამ ხელა გლობალური პროცესების ერთ-ერთი პატარა წერტილია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, უზომოდ დატვირთვადი, აი პოლიტიკურად დატვირთული ქვეყანა არის საქართველო, დაეხმარონ ჩვენ სახელმწიფოს. და აი ამაში რა თქმა უნდა სახელმწიფოს ვალდებულება არის ის, რომ პოლიტიკის დოკუმენტი მან უნდა შეიმუშაოს სახელმწიფომ, პოლიტიკა მან უნდა განსაზღვროს, პოლიტიკის ჩარჩო სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, როგორ გამოიყენოს ეს რესურსი, იმიტომ რომ სახელმწიფოსთან კავშირი თუ არა აქვთ ამათ, ისინი არაფერს არ ეკეთებენ. მათ ჭირდებათ ხელისუფლებასთან კავშირი. ხელისუფლებასთან კავშირის შემდეგ რაღაც ინტერესი, რაღაც ერთობლივი პროექტები, რაღაც აი მეტი კომუნიკაცია დიასპორებთან, მეტი ჩასვლები, მე მაგალითად ღიად ვიტყვი. ძალიან აქტიური არის ბატონი ირაკლი ზარქოა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვსვემდა, ძალიან კარგად დაიწყო დიასპორული პარლამენტი პოლიტიკის შემუშავებელია, ძალიან ორი კანონი მიიღო, ძალიან კარგი მიგრაციასთან დაკავშირებით და დიასპორულ პოლიტიკაზე და მე მჯერა რომ ის ძალიან აქტიურად განაგრძობს დიასპორული პოლიტიკის წარმოებას უცხოეთში და ველი რომ ის ძალიან კარგ ნოვაციებს შემოგთავაზებს და აი სხვათა შორის ამ დიასპორულ დღეებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე მწერს უცხოეთიდან და მათაც აქვს ძალიან კარგი მოლოდინები რომ მათთან ჩავა დიასპორული კომიტეტის თავმჯდომარე, ექნება უშუალოდ კონტაქტი, მათ აქვს ბევრი სათქმელი. იცით რა არის, ნახეთ, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ემიგრანტები მეუბნებიან, ჩვენ თქვენგან არაფერი არ გვინდა, გარდა ყურადღებისა. ხოლო ციტფოსი, კავშირები, კომუნიკაცია, ეს არის ყველაზე მთავარი. კომუნიკაცია არის უპირველესი, მოიკითხე, დარეკე, შეეხმიანე, კომუნიკაცია გქონდეს. მათ მართლაც ისინი ფულს აქეთ აგზავნიან. იმათ რაც უნდათ ჩვენი აქედან დახმარება, ხომ? ხო, იქ სხვა ელემენტები ერთად. იქ სხვა თემა, მათ ენატრებათ საქართველოს, ენატრებათ კომუნიკაცია და როცა ხელისუფლებას აქვთ მათთან კარგი, მყარი კავშირი, უკვე ისინი გრძნობენ მიტოვებულად კი არა თავს ამ ქვეყნის ნაწილად იმ ქვეყანაში. და უკვე მათი мотивациაც დიდია იმ სახელმწიფოში რომ შექმნან რაღაც ღირს. მაგალითად, ქალბატონი ნუნუ გელაძე არის ხომ თუ არ ვწდები, იტალიაში, აი ეს ლიტერატურული ორგანიზაცია რომ აქვს და ძალიან ბევრი ქართველი ჩასული მწერალი, პოეტი და იტალიას აცნობს და ძალიან ბევრ ქვეყანაშია სხვათა შორის ესეთი დიასპორული ორგანიზაციები, რომლებსაც ჩაყავთ ქართველები, ადგილობრივ მოსახლეობას აცნობენ. აი მაგალითად, ქალბატონი ნატა დარჩიაშვილი ტაპია საფრანგეთიდან ჩვენი სათვისტომოს წარმომადგენელია, რომელსაც თავისი ორგანიზაცია აქვს, ძალიან ბევრი ქართველი სპორტსმენი, კულტურის წარმომადგენელი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, ახლა მეცნიერების წაყვანა უნდა სხვათა შორის და საქართველოს დღეების მოწყობა უნდა პარიზში, ფართოდ, იმიტომ რომ მას იქიდან შემოსავლები კი არ უნდა, მისი დაინტერესება არის, რომ საქართველოს რაც შეიძლება მასშტაბურად გაიტანოს იქ. და
მეტი წარმოდგენა, რაც უფრო ძლიერია ქვეყნის იმიჯი უცხოეთში, მით უფრო ძლიერია სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ჩვენი იმიჯი რომ შევქმნათ ძლიერად უცხოეთში, ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და ამაში, რა თქმა უნდა, ლომის წილი აქვს ხელისუფლებას. ამასობაში ჩვენი საერთოდ როცა მოიწურა კიდევ არაერთი კითხვა მქონდა, უბრალოდ ერთ რამეს დავზე, თქვენ სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით საუბრობდით და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ იქ სრულად თვითრეალიზების შემდეგ ბუნებრივად უჩნდებათ ეს სურვილი, შესაძლებლობა, რომ მისი რეალიზების არეალი გაიზარდოს და უკვე ქვეყნისთვის გააკეთოს სხვა საქმე და აი ამ სურვილის თანხმდროში და განხორციელების შესაძლებლობაში, რა თქმა უნდა, სამთავრობო ფორმატის კომუნიკაცია არის აი ამ სურვილის მდგრადად განხორციელების მნიშვნელოვანი საშუალება, იმიტომ რომ გრძელვადიანად და ამისთვის სტარტდება დიასპორის დღეები, ამისთვის ნამდვილად აქვთ დიასპორის ხელმძღვანელებს, როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტის კომიტეტს ხშირი კომუნიკაცია მათთან, მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეც ითხოვენ და არიან და არის ეს ლოგიკა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია ასეთი რამ, რომ როცა რაღაც პროცესებია და იქიდან ჩვენების კომაგობა, მათი განცხადებებია, შეფასებებია, აქედან ყოფილა, იქით არის მე აქ ვარ და ჩამოვიდეს და აქ ისაუბროს. ესეც ცოტა რთულად აღსაქმელია, იმიტომ რომ ჩემი აზრით გარდა სახელმწიფოსთან კომუნიკაციისა, ჩვენ საზოგადოების წარმომადგენელი რიგითი ადამიანები ალბათ უფრო მეტად უნდა ვიცნობდეთ ჩვენებს იქ, იმიტომ რომ ისინი აქ მიმდინარე პროცესებს ასე თუ ისე დარწმუნებული ვარ აკვირდებიან. შეიძლება რაღაც სხვა გარემოებაში ახმადობა სხვა იყოს, მაგრამ რისი თქმა მინდა რომ ჩვენ მაგალითად სატელევიზიო არხებზე არაერთი სიუჟეტი გვინახავს თქვათ უცხოეთში წარმატებულ ქართველებზე. ვიღაცისთვის აღმოჩენაა, ვიღაცისთვის ისედაც ნაცნობი თემა იყო, მაგრამ ფართო მასებისთვის, საქართველოს ცხოვრებისთვის ნაკლებად ცნობილი იყო და აი ჩვენ ალბათ ჭირდება რაღაც მეტი საშუალება ამ პლატფორმა იმისა, რომ ჩვენ უფრო მეტად გავიცნოთ ის ქართველები, ვინც იქ არიან, იმიტომ რომ შეიძლება ნათესავებმაც კი არიციან, რომ იქ საერთოდ რა სივრცეებს და სიმაღლეებს მიაღწიეს იქ ცხოვრება. მაგრამ ერთ სიტყვი ამერიკაში მოღვაწეობს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი ინა ასანიძე, დიასპორის სახლის ხელმძღვანელი, რომელიც უკვე 7 წელია საქართველოში ახორციელებს წარმატებული ემიგრანტების პროექტს, რომელსაც სოფლის სხვადასხვა ქვეყნიდან იძიებს მთელი 1 წლის განმავლობაში, ვინცად არის წარმატებული, ჩამოყავს საქართველოში, აჯილდოებს, აცდობს ქართველ ხალხს, ამ ხალხს და ასე შემდეგ. პოპულარიზაციას ეწევა იმ ხალხის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს თემა კიდევ უფრო განსაკუთრებია ალბათ. აუცილებლად და კიდევ უფრო დიდი მასშტაბებში უნდა გავიტანოთ ეს თემა. კი ბატონო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ქალბატონი თამარ ჩიბურდანიძე იყო ჩვენი სტუმარი და თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გულით, სიყვარულით მოვიკითხავ ყველა ქართველს ნებისმიერ ადგილას ერთი ციდა დიდი პლანეტისა, სადაც კი არ უნდა იყვნენ, ყველანი ჩვენები არიან და ჩვენ მართლაც აი ცოტანი ვართ და ალბათ ყველაფერთან ერთად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ის კომპონენტი, რომელიც ქართველობასთან დაკავშირების და ჩვენი წარმომავლობიდან გამომდინარე, ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება იმაში, რომ ერთიანობის განცდა და ერთი საქმის კეთების კომპონენტი უფრო მაღალ დონეზე წამოვწიოთ მთელი სოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ ცოტანი ვართ. და ჩვენი იმდენად დიდი ისტორია გვაქვს, რომ საქართველოში იქნებიან ჩვენები თუ უცხოეთში, საამაყო ნამდვილად არის, თუმცა წარსულის სიამაყესთან ერთად თანამედროვე რეალობაში ჩვენი თვითგადარჩენისთვის აქტიურობის და პროდუქტიულობის მაქსიმალური თვითგაზიარების შესაძლებლობა უნდა გქონდეს და ერთმანეთის დიასპორა უნდა იყოს ჩვენი სიამაყე და არა მხოლოდ სრემლებით, ჯერჯერობით მხოლოდ ტირით. და ეს ტირილი არ არის აი ეს გამოსავალი, არ მომწონს უმობრივად რომ ეს სრემლები უდის. კი არის ეგ მიგრაციაში მყოფი თავისთავად ტკივილია დიდი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოზიტივი დიასპორებში და მიგრაციაში და ჩვენ სიამაყედ უნდა ვაქციოთ. იქ ცხოვრები ჩვენით არის, გამოვიყენოთ ჩვენი ეს გამოწვევა და ეს შედეგი გამოვიყენოთ შესაძლებლობა. დიდი მადლობა. ჩვენი დიალოგი ქალბატონ თამართან აიკვირდება რადიონის Facebook გვერდზე. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ დიდი მოკითხვა, წარმატებები. მადლობა.